თბილისში რიყის დოქების მიმდებარედ 16 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ გასული კვირის მიწურულს ქვეყანაში მორიგი ტრაგედია დატრიალდა. ბათუმში ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მერია და მთავრობის წევრები აცხადებდნენ, შემთხვევა არა სამშენებლო სამუშაოების ტერიტორიაზე, არამედ მის მიმდებარედ მოხდა. თავის მხრივ მომხდარზე განცხადება გაავრცელა პროექტში გამარჯვებულმა კომპანია ანაგმაც. მათი თქმით, შემთხვევის ადგილი სამშენებლო მოედნის ფარგლებს მიღმა და კომპანიას აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი სამუშაო არ უწარმოებია. ინფორმაციისთვის ბათუმთან ახლოს ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ უკვე მე-12 წელია მაღალმთიანი აჭარიდან წამოსული ოჯახები არაფორმალურ დასახლებაში ცხოვრობენ. ეკომიგრანტებმა დასახლება თვითნებურად გააშენეს და აქაურობას ოცნების ქალაქიც თავად დაარქვეს. მათი საცხოვრებლის უზრუნველყოფისთვის პირველი ეტაპის ფარგლებში კი ოფიციალური ინფორმაციით 3-12 სართულიანი კორპუსი აშენდა, სადაც უკვე 592 ოჯახი დაბინავდა. მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპში სახელმწიფო შესყიდვა შპს ანაგმა სულ ცოტა ხნის წინ მოიგო, სწორედ ის ააშენებს 9 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, რომლებშიც 1077 ოჯახი მიიღებს ბინას. ტენდერის ჯამური ღირებულება 109.6 მილიონი ლარია. კომპანიამ 2025 წლის 5 თებერვალს გაფორმებული კონტრაქტი 2028 წლის 6 მარტს უნდა დაასრულოს. გამორიცხავს თუ არა ეს ფაქტი კომპანიის პასუხისმგებლობას და რა როლი ეკისრება ამ შემთხვევებში ადგილობრივ მთავრობებს. სამშენებლო სამართალზე საუბარს უჩა ზაქაშვილთან, სამშენებლო სამართლის სპეციალისტთან ერთად გავაგზავნებთ, რომელიც პირდაპირ ხაზზე გვერდება. მოგესალმებით, ბატონო უჩა. პირველ შემთხვევაში ითქვა, რომ ეს ყველაფერი კერძო ტერიტორიაზე ხდებოდა, შემდეგ სამწუხაროდ ბოლო ფაქტთან დაკავშირებით ითქვა, რომ ეს იყო კერძო ტერიტორიის გარეთ. თუ შეიძლება პირველ რიგში ვისაუბროთ ზოგადად, ვინ არის ამ ყველაფერში პასუხისმგებელი და ვისთან უნდა მოხდეს, ესე ვთქვათ, ამ პრობლემების დაფიქსირება და შემდეგ ვინ უნდა აგოს პასუხი. დიახ, ესე იგი, მოქმედი კანონმდებლობით სამშენებლო მოედნად ცხადია განიხილება ის ტერიტორია, ის საკადასტრო რომელზეც თანაბარი დოკუმენტაცია არის გაცემული და რომელიც საფუძველზე შესაძლოა დემონტაჟი, მიწის სამუშაოების სპეციფიკური სამუშაოები მიმდინარეობდეს, ან არ მიმდინარეობდეს, მაგრამ უბრალოდ დოკუმენტები უკვე გამოცემული იყოს. აქედან ამ მომენტიდან ჩნდება ვალდებულება, რომ სამშენებლო მოედანი დაექვემდებაროს მშენებლობის საფუძველის სტანდარტებს და ყველაზე ერთ-ერთი მინიმალური სტანდარტი არის, რომ შეღობილი და შეუწყებლადობა უნდა იყოს ყოფილი უყოფითა. ამ კონკრეტულ საქმეზე მე რაცადია ვერ გავაცდებ მოვლენებს და ალბათ გამოძიება დაადგენს კონკრეტულად სად მოხდა და ექვემდებარებოდა თუ არა უსაფრთხოების რეგლამენტების დაკავება ამ ტერიტორიას. ეს საქმე რადგანაც როდესაც შეუწყებლობის წესების დარღვევას მოყვება სიცოცხლის მოსყობა, ეს უკვე სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაული, ანუ გავდივართ სამშენებლო სამართლიდან ამ შემთხვევაში და ამ საკითხების გამოკვლევას უკვე გამოძიება უნდა ახდენდეს. თუმცა ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც არ დგება ჯანმრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსყობა, მსგავსი შემთხვევები არის სამშენებლო სამართლის დარღვევები, ანუ უსაფრთხოების რეგლამენტების დარღვევა და მასზე რეაგირება, მათი გამოვლენა და მათი მონიტორინგი, ანუ პრევენციული არის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია, მათი ვალდებულება, რომ უზრუნველყონ საკუთარ ტერიტორიულ ერთეულებში არსებული სამშენებლო მოედნების მშენებლობის საფუძველის ტექნიკური რეგლამენტებთან შესაბამისობაში. თქვენ საუბრობდით შეუღწევლობაზე და მიუხედავად იმისა, რომ თუ მაინც დარღვეულია ეს ყველაფერი და სამწუხაროდ დგება ისეთი ფაქტი, გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფაქტი, აი ამ შემთხვევაში როგორი ჩანაწერი არსებობს, როგორ არის დაცული ის ადამიანები და ოჯახის წევრები თუ სხვადასხვა, ვისაც შემდეგ ასეთი უბედურება ატყდება თავს. დიახ, როგორც მოგახსენეთ, ესეთი შემთხვევები უკვე სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეგულირების სფერო არის და ასეთი შემთხვევები საჭიროებს გამოძიებას სისხლის სამართლის 240 მუხლის შესაბამისად და გამოძიების შედეგების მიხედვით პასუხისმგებაში მიცემა იმ პირების, ვინც გამოიწვია ეს შედეგები. აქედან გამომდინარე,
ეს შემიძლია თქვა ამ მიმართულებით. ბატონო რჩა, ჩვენთან არსებული პრაქტიკა რას აჩვენებს? ჩვენთან ძირითადად როცა ასეთი ტიპის ტრაგედიები ხდება, მიდის მთელი მუშაობა და ადმინისტრაციული რესურსის დახარჯვა იმაზე, რომ ეს ხელისუფლების ბრალი არ არის, ან ეს კონკრეტული კომპანიის ბრალი არ არის. რა ტიპის პრაქტიკა გვაქვს თუ არა შემთხვევები საერთოდ პასუხისმგებლობის აღების მიმართულებით, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ჩვენს რეალობაში და სად შეიძლება აი ასეთი ტიპის მძიმე შემთხვევების შემდეგ გქონდეს მოლოდინი, რომ აი კონკრეტულად ეს უწყება, ან კონკრეტულად ეს კომპანია, ან ეს ჩართული მხარე, მოკლედ აიღებს პასუხისმგებლობას, რეალურად გამოასწორებს და იქნება მაგალითი იმის, რომ ხვალზე კიდევ უარესი შემთხვევები არ გქონდეს ქვეყანაში. აი ამ ნაწილში სად ვართ, ჩვენი პრაქტიკა რას აჩვენებს? რეალურად თბილისის სტატისტიკა უფრო ხელმისაწვდომია ხოლმე ამ მიმართულებით და მშენებლობის საფრთხეების მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მუშაობს მაკონტროლებელი ორგანოები პრაქტიკაში. საკმაოდ ესეთ ხისტი რეგულაციებია მშენებლობის შეჩერებას და საკმაოდ მაღალ ჯარიმებს ითვალისწინებს და ძალიან ბევრ ობიექტზე თბილისის მასშტაბით და განსაკუთრებულად შემიძლია თქვა, რომ აქტიურად გამოიყენება ეს რეგულაციები. თუმცა პრობლემა ჩნდება ხოლმე იქ, სადაც რეაგირება მომხდარი არ არის და მოხდა უბედური შემთხვევა. ანუ ესეთ დროს ხდება ხოლმე ესე ვთქვათ თავის გამართლების რეჟიმში გადასვლა, რადგანაც ობიექტურად მაკონტროლებელი ორგანოები ვალდებულები არიან ყველა სამშენებლო ობიექტზე გააკონტროლონ მშენებლობის საფრთხეება, რადგან ეს ადამიანების სიცოცხლის ჯანმრთელობას და ისეთ სენსიტიურ საუბარია მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში მყოფ ინსპექციებზე, რომლებსაც ევალებათ კონტროლი როგორც სამშენებლო ობიექტებზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. დიახ, სადაც სამშენებლო საქმიანობა შემოდის, ესე რომ ვთქვათ რა, სადაც სამშენებლო საქმიანობა შემოდის, ყველგან ევალებათ ამის კონტროლი. ახლა, როდესაც ვნახულობთ, რომ ვთქვათ, არის დავა იმაზე, რომ სამშენებლო მოედანზე მოხდა დარღვევა თუ არა, ხო ეს ახლა რთული შესაფასებელია ესეთ რეჟიმში, საერთოდ სხვანაირი დამოკვლევა ჭირდება ამ საკითხს. ამიტომ თუ სამშენებლო მოედნის გარეთ იყო რაღაც ხრილი პირობითად ვამბობ და იქ მოხდა უბედური შემთხვევა, რთულია რომ ესეთ შემთხვევა მიაწეროს სამშენებლო უსაფრთხოების საკითხებს, ხო? თუმცა თუ რაღაც საქალაქო ინფრასტრუქტურა იყო, მისი მოუწესრიგებლობა იყო, ამ ყველაფრის შედეგი ამ შემთხვევაში ცოტა სხვანაირი პასუხისმგებლობის. ასეთ შემთხვევაში რა ხდება, როდესაც სამშენებლო ობიექტის მიღმა ხდება რაიმე შემთხვევა და იქ არ ხდება სამშენებლო სამუშაოების წარმოება, თუმცა შეიძლება ორად გავყოთ საკითხი. ერთი შეიძლება აღნიშნული მიწა კერძო საკუთრებაში იყოს, მაგრამ იქ არანაირი სამუშაოები არ ტარდებოდეს, ან მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდეს. აი ამ ორი მიმართულებით რა ხდება? დიახ, უბრალოდ პასუხისმგებელი პირები გვეცვლება რა, თუ კერძო მესაკუთრეების შემთხვევაში, კერძო მესაკუთრეები გვეყოლებოდა პასუხისმგებელი პირები ამ დაცვაზე, ამ წესების და რეგლამენტების, ამ შემთხვევაში იქნებიან შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლები, ან თუ მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა შესაბამისად. ამიტომ მაინც ჯობია რომ უფრო ზოგადად შევაფასოთ, რადგან ეს ამ კონკრეტულ საქმეში ეს დეტალები არ არის ჯერჯერობით საჭირო, რომ ჩვენ შევძლოთ მისი შეფასება. თვითონ კანონმდებლობა რას ითვალისწინებს? თუ კი სამშენებლო ობიექტს მიღმა ხდება, ამ შემთხვევაში კომპანიის პასუხისმგებლობა საერთოდ არ იკვეთება 2 მეტრში ან იქვე რო იყოს, თუნდაც არ ვიცი, რამდენიმე ძალიან მცირე მანძილით დაშორებული, ეს მათ კომპეტენციას და მათ პასუხისმგებლობას ცდება, ასია კანონმდებლობის მიხედვით? იცით როგორ არის? თეორიულად შესაძლებელია, რომ სამშენებლო ღობე განთავსდეს წითელი ხაზებით მიღმას. ამას ამ საკითხს წყვეტს მშენებლობის ორგანიზების პროექტი, რომლის წარდგენაც სანებართო დოკუმენტების შეთანხმების მომენტში დგება. აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ ვისაუბროთ კონკრეტულ მიწის ნაკვეთისთვის სამშენებლო მოედნის საზღვარი კონკრეტულად წითელ ხაზზე გადის, წითელ ხაზის მიღმა გადის. თეორიულად შეიძლება შიგნითაც გადიოდეს, ეს დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, ტექნიკურ ფაქტორებზე. აქედან გამომდინარე, თეორიულად შეიძლება რომ იყოს სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებლობა, თუ მშენებლობის ორგანიზების პროექტის მიხედვით არ იყო იქ ღობე მოწყობილი ამ შემთხვევაში და შესაძლოა რომ არ იყოს, თუ აღმოჩნდება რომ ამ ღობის მიღმა ობიექტურად ამ ღობის მიღმა არის აღმოჩენილი, ესა თუ ის ორმო ან რაღაცა ტერიტორია. არსებული უსაფრთხოების სტანდარტები, რაც გვაქვს გაწერილი, რამდენად სრულყოფილია და სრულფასოვანია, თუ ამ მიმართულებაშიც საჭიროა რაღაცა ახალი ჩანაწერების გაკეთება და უფრო მეტად დახვეწა, რომ არ იყოს თუნდაც რაღაცა გაურკვეველი საკითხები და არ იყოს ბუნდოვანება, სად ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს. გვაქვს
ფარვეზები ტექნიკურ რეგლამენტებში აი ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში არ ხედავ ამ პრობლემას, რადგან ობე ჩაკეტილი ჭიშკარი და მონიტორინგი მუდმივი ეს მინიმალური სტანდარტია, რომელიც აი ასეთი ტიპის უბედური შემთხვევების დადგომას გამორიცხავს. თუმცა ტექნიკური რეგლამენტები ცხადია, საჭიროებენ მნიშვნელოვან რეფორმას, იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად შენობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა ყველა სამშენებლო ობიექტის ვალდებულება არის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მინიმალური სტანდარტი, ვინ შეიძლება იყოს შენობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. ამ შეიძლება ნებისმიერი ჩვენთაგანი ვიყოთ, თუ გვაქვს უბრალოდ ინჟინრის დიპლომი. შესაბამისად, სერტიფიცირება არის ამ საკითხში აუცილებელი, სახელმწიფომ უნდა გაზარდოს სტანდარტები მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რადგან მათ რეალურად გააჩნდათ კომპეტენცია, რომ დაიცვან, ან უზრუნველყონ სამშენებლო მოედანზე ამ ტესტების შესრულება, რადგან თუ ჩვენ ამ ნაწილს არ მივაქცევთ ყურადღებას, ხო, ეს რაღაც ერთგვარი ფორმალური თანამდებობა არის სამშენებლო ობიექტებზე და თვითონ სამშენებლო ობიექტის მესაკუთრის კეთილნებაზეა ხოლმე დამოკიდებული, რამდენად სწორ სპეციალისტს შეარჩევს და მე დაუჯერებს მის რეკომენდაციებს. აი ეს უფრო ღია არსებული პრაქტიკა რასაც აჩვენებს, რამდენად არიან კეთილსინდისიერები თავად ბიზნესის წარმომადგენლები, რამდენად ქირაობენ ამ კადრებს, რამდენად აქცევენ ყურადღებას, ჩვენი პრაქტიკა და რეალობა რასაც აჩვენებს. იქით რადგან ხაზი გაუსვი, ანუ ეს სერიოზული პრობლემა არის პრაქტიკაში. რადგან უფრო ფიქტიურად ხდება ამ ვალდებულების შესრულება, ვიდრე რეალურად. მე არ ვამბობ, რა თქმა უნდა, ყველა სამშენებლო და უამრავი სამშენებლო კომპანია ამ ტიპის ზედმიწევის იცავს, თუმცა ძალიან დიდი ნაწილი ფიქტიურად ასრულებს საკანონმდებლო დარეგისტრაციას. და ვერ ხერხდება, ან რატომ ვერ ხერხდება აღნიშნული დარღვევების თუნდაც გამოვლენა, ან რა არის ძირითადი პრობლემა, რატომაც აი როგორც აღნიშნეთ, უმრავლესობა კომპანიებისა ამას ფიქტიურად ასრულებს. დიახ, ამ ნაწილში შეიძლება შემოვიტანოთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რადგან უკვე 3-ჯერ თუ 4-ჯერ გადავადდა სერტიფიცირებული სპეციალისტებთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედება, ახლა ვიცით რომ უნდა ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში, თუმცა ეს დოკუმენტი იმდენად ზოგადია, რომ გქონია გინდა არა, ანუ მაინც ვერ გადავდგავს წინ ვერანაირ ნაბიჯს, ისევ დაფიქრდება დამატებითი რეგულაციები იმისთვის, რომ ამ სერტიფიცირების აღსრულების მექანიზმები შემოვიტანოთ პრაქტიკაში. აქედან გამომდინარე, კოდექსმა, რომელიც ამოქმედა ჯერ კიდევ 2019 წელს, მაშინ მოითხოვა სერტიფიცირება იმ სპეციალისტების, რომელიც ამ ტიპის განსაკუთრებული პასუხისმგებლობებით არიან აღჭურვილი სამშენებლო ობიექტებზე, თუმცა არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, არამედ სხვადასხვა პროფესიები, რომელიც შემოდის სამშენებლო საქმიანობაში, თუმცა წარმოიდგინეთ უკვე 2025 წელი გვაქვს და შეგვიძლია ვნახოთ რამდენჯერ გადავადდა ამ რეგულაციის ამოქმედება. გასაგები არის, რომ რთულია, ცხადია, თუმცა არ ჭირდება მას 5 წელი ნამდვილად და მით უმეტეს 5 წლის მერე ფორმალურად ამ ვალდებულების შესრულება იმ რეგულაციის სახით, რომელიც ახლა დამტკიცებული აქვს, შესაბამის სახელმწიფო უწყებას, ნუ უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ პრაქტიკაში მაგარ რამე შეცვალო. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ამ ნაწილში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის უფრო მაღალი და ისინი უფრო აქტიურად და უფრო მეტი ჩართულობა უნდა გამოიძინონ. ანუ აუცილებელია ესეთი ტიპის ჩარევა, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ მათ შორის არაკომპეტენტურობა არის ხშირ შემთხვევაში გარკვეული ტრაგედიების გამომწვევი მიზეზი და ჩვენ უამრავი მასეთი მაგალითი შეგვიძლია გავხსენოთ. ხო, სამწუხაროდ მუნიციპალიტეტი და მთავრობები ძირითადად დაკავებულები არიან, რომ როგორმე მარტივად გადალახონ არსებული კრიზისი და რაღაცა არ მოხდეს დადანაშაულება, მათი მესიჯბოქსი და რესურსი იხარჯება ამ მიმართულებით და არა რეალურად პრობლემის აღმოფხრა, შეფასება, თვალის გასწორება და შემდგომ უკვე მუშაობის დაწყება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოგვარებული იყოს. მადლობა ბატონო უჩა თქვენი დროისთვის და ანალიზისთვის. უჩა ზექაშვილი, სამშენებლო სამართლის სპეციალისტი, პასუხობდა უძრავი ქონების პროსპექტის კითხვებზე.